მოგესალმებით. დღეს ვსაუბრობთ თქვენ მიერ მოწოდებულ მასალაზე, მელ რობინსის ვიდეოა, სადაც შიშის და შფოთვის მართვაზეა ლაპარაკი. როგორც ჩანს, გაინტერესებთ პრაქტიკული რჩევები, ხომ? დიახ, გამარჯობა. ხო და ამ ვიდეოში არის ერთი საკმაოდ გასაკვირი იდეა თავიდანვე, რომ შიში და მღელვარება, ფიზიკურად სხეულის დონეზე ერთი და იგივე ყოფილა. კი, ნამდვილად. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შიში ხო რეალურია, ყველას გვაქვს რაღაცის შიში და გვაჩერებს ხოლმე. ფრენის, საჯარო გამოსვლის, თუნდაც უпроსთან დარეკვის, ან რამე ახლის დაწყების და ის შეგრძნებები, გული რომ გიჩქარდება, ხელები გიოფლიანდება, მუცელში რაღაც უცნაური შეგრძნება. კი, ნაცნობია. ხო და რობინსი ამბობს, რომ ეს ზუსტად იგივე ფიზიკური რეაქცია, რაც მღელვარების დროს გვაქვს. თქვათ რაღაც კარგს რომ ველოდებით. ანუ განსხვავება სადღაც ტვინშია. როგორ აღვიქვამთ ამას? ზუსტად. ტვინი როგორ აკეთებს ინტერპრეტაციას და სწორედ მაგიტომ ის რჩევა დამშვიდდი ხშირად არ მუშაობს. პირიქით შეიძლება უარესიც ქნას. რატომ? იმიტომ რომ მაღალი ენერგიიდან დაბალზე გადასვლა ძნელია. კი, ძალიან ძნელია, თითქოს არაბუნებრივია. შენ უკვე აგზნებული ხარ ფიზიოლოგიურად და უცებ დამშვიდდი. თითქოს შეუძლებელს გთხოვენ. გასაგებია. მაშ რა არის ალტერნატივა? რობინსი რას გვთავაზობს? ახსენეთ 5 წამის წესი. ეს რა არის? ანუ როგორ მუშაობს? ეს 5 წამის წესი, ანუ 5-დან 1-მდე უკუთვლა 5, 4, 3, 2, 1, არის ერთგვარი მენტალური ჩამრთველი. ჩამრთველი. კი. რობინსის თქმით, ეს მომენტალურად წყვეტს იმ შიშის ავტომატურ პანიკურ აზროვნებას და ააქტიურებს შუბლის წილს, ანუ პრეფრონტალურ ქერქს. იმ ნაწილს, რომელიც ლოგიკურად აზროვნებს და გადაწყვეტილებებს იღებს. დიახ, ზუსტად. და ეს გაძლევს პატარა, მაგრამ კრიტიკულ მომენტს, ფანჯარას, რომ აზროვნებაზე კონტროლი დაიბრუნო. ესა პირველი ნაბიჯი. კარგი. დავთვალე 5, 4, 3, 2, 1. მერე მოდის მეორე ნაბიჯი. ღუზის აზრი. ეს არის წინასწარ მომზადებული კონკრეტული და პოზიტიური აზრი იმასთან დაკავშირებით, რის გაკეთებასაც აპირებ. ანუ თუ ფრენის მეშინია, უნდა წარმოვიდგინო, როგორ ჩავედი დანიშნულების ადგილას და ვთქვათ, ოჯახს ვხვდები. ზუსტად ეგრე. ან ის სასიამოვნო რამ, რასაც იქ გააკეთებ. მთავარია, ეს აზრი იყოს შენთვის სასიამოვნო და რეალური, რომ გონება შიშიდან გადაიტანოს სასურველ შედეგზე. ეს ღუზასავითაა, რომელიც პოზიტიურ მომავალზე გამაგრებს. გასაგებია. ჯერ უკუთვლა, მერე პოზიტიური აზრი. და მესამე ნაბიჯიც არის, ხომ? რაღაც აღფრთოვანებული ვარის თქმა. კი, ეს არის მესამე და შეიძლება ითქვას ყველაზე მოულოდნელი ნაწილი. მას შემდეგ, რაც უკუთვლას მორჩები და ღუზის აზრს გამოიყენებ, საკუთარ თავს ეუბნები. მე აღფრთოვანებული ვარ. აღფრთოვანებული ვარ. ცოტა უცნაურად ხომ არ ჟღერს, როცა რეალურად შეიძლება შიშისგან კანკალებდე? შეიძლება, მაგრამ იდეა ისაა, რომ რადგან ფიზიკური შეგრძნებები შიშის და მღელვარების დროს იდენტურია, ამ ფრაზით შენს ტვინს ეუბნები, რომ ეს აგზნებადობა პოზიტიურია, ეს არის მღელვარება და არა შიში. ანუ ფაქტობრივად ტვინს ვეხმარებით, რომ ეს შეგრძნება სწორად წაიკითხოს. დიახ, ზუსტად. რობინსი თვითონ ამბობს, სცენაზე გასვლის წინ ამას ვიყენებდიო. გული უჩქარდებოდა, ოფლი ასხამდა, მაგრამ იმის მაგივრად რომ ეფიქრა მეშინია, ეუბნებოდა თავს აღფრთოვანებული ვარო. და ეს ეხმარებოდა ენერგიის სწორად წარმართვაში. საინტერესოა. და ეს რეალურად მუშაობს. ანუ არის მაგალითები. კი, როგორ არა. ვიდეოში მოყვანილია რამდენიმე კარგი მაგალითი. მაგალითად, დეინა და სარა, ორივეს ფრენის საშინელი შიში ჰქონდა. და ორივემ გამოიყენა ეს მეთოდი. 5, 4, 3, 2, 1, ღუზის აზრი და აღფრთოვანებული ვარ. შედეგად ორივემ შეძლო ფრენა. სარა იმდენად წავიდა წინ, რომ ჰავაიზე შვებულებისას ვერტმფრენითაც კი გაფრინდა ტურზე. ეს მართლა სერიოზული შედეგია. ნამდვილად. ან კეროლი, რომელსაც საჯარო გამოსვლების ეშინოდა. კოლეგების წინაშე უნდა გამოსულიყო სიტყვით, გამოიყენე ეს ტექნიკა და წარმატებით გაართვა თავი. ასე რომ ეს არ არის რაღაც აბსტრაქტული იდეა. კონკრეტულ ადამიანებს დაეხმარა. ესე იგი, თავარი დასკვნა რა არის აქ? რომ ის ფიზიკური რეაქცია, რასაც შიშს ვეძახით, თავისთავად ნეიტრალურია.
უბრალოდ სხეულის მაღალი ენერგეტიკული მდგომარეობაა. და ჩვენი ტვინის ინტერპრეტაცია აქცევს მას ან შიშად, ან მხელვარებად. ზუსტად. და ეს სამსაფეხურიანი ტექნიკა უკუთვლა ღუზის აზრი, აღთოვანებული ვარ, გვაძლევს კონკრეტულ პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომ ეს ინტერპრეტაცია ჩვენს სასარგებლოდ შევცვალოთ. ანუ, იმის მაგივრად, რომ ვებრძოლოთ ფიზიკურ შეგრძნებას, ჩვენ ვცვლით მის მნიშვნელობას ჩვენს გონებაში. გასადებია. ასე რომ, მთავარი გზავნილი, რასაც ეს მასალა გვაძლევს, ეს არის. თქვენ შეიძლება ვერ აკონტროლოთ შიშის პირველი ტალღა, ის ფიზიკური რეაქცია. ის შეიძლება მაინც მოვიდეს. მაგრამ თქვენ ყოველთვის, აბსოლუტურად ყოველთვის შეგიძლიათ აკონტროლოთ, რას იფიქრებთ და რას გააკეთებთ ამის შემდეგ. ეს არ არის პასიური ლოდინი, რომ შიში თავისით გაქრება. არა, აქტიური ჩარევა. დიახ, ეს არის აქტიური შეგნებული სტრატეგია, რომ მართვის სადავეები თქვენს ხელში აიღოთ. და ბოლოს მოდით ერთი კითხვა დავსვათ ჩვენი მსმენელისთვის, თქვენთვის. თუ შიში და მღელვარება მართლა ერთი და იგივე მონეტის ორი მხარეა ფიზიკურად. დაფიქრდით, რამდენი სიტუაცია, რომელსაც აქამდე უბრალოდ შიშად თვლიდით, სინამდვილეში შეიძლება იყოს ფარული მღელვარება, რომელიც უბრალოდ ელოდება, რომ თქვენ მას სხვანაირად შეხედოთ. რა შესაძლებლობები შეიძლება გაიხსნას? ზუსტად, რა კარები შეიძლება გაიღოს თქვენთვის, თუ ამ ერთ შეხედვით მარტივ, მაგრამ როგორც ჩანს, საკმაოდ ძლიერ გონებრივ ხრიგს გამოიყენებთ იმ მომენტებში, რომლებიც აქამდე უბრალოდ გაჩერებდათ.